დილიდან ბათუმისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში პოლიციელების განსაკუთრებული მობილიზებაა. მას შემდეგ რაც ძალოვანი უწყების მიერ დაკავებული პირები საქალაქო სასამართლოებში შემოიყვანეს, სრული პერიმეტრი სამართალდამცველებმა დაიკავეს. ახლა სწორედ ამ ადამიანების პროცესები მიმდინარეობს, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ქურდული სამყაროს წევრობას, ქურდული სამყაროს ხელშეწყობას და მათთვის მიმართვას ედავება. თუმცა პირველების ინფორმაციით არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ისინი ამბობენ, რომ არანაირი კავშირი მათ ქურდულ სამყაროსთან არ ქონიათ. დუკა, კალავერა, ბაგირა და კიდევ 25 პირი ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს განსასჯელის სკამზეს ხედან. სწორედ ეს ადამიანები ელოდებიან ახლა მოსამართლის ვერდიქტს. საქალაქო სასამართლოში ასევე არის ერთ-ერთი დაკავებული ქალი, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ქურდული სამყაროსთვის მიმართვას ედავება. როგორც სახელმწიფო ბრალდება ამბობს, ქალი, რომელიც ახლა განსასჯელის სკამზე იმყოფება, არაერთხელ არის მხილებული იმაში, რომ მან მიმართა ქურდულ სამყაროს პრობლემების მოგვარებაში, რის შემდეგაც ის კანონიერი ქურდებისგან კონკრეტულ თანხებს იღებდა. ანუ ეს ქალბატონი იყო შუამავალი მოქალაქეებსა და ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ, მათ შორის ფინანსური და ეგრეთ წოდებული ქუჩური, ამას ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები და მათთან დაახლოებული პირები უგვარებდნენ. განსასჯელის სკამზე არიან ასევე ძმები წულკიძეები, რომლებსაც დღეს სხდომათა დარბაზში არაფერი უთქვამთ იმ დაკავებასთან დაკავშირებით და არც იმ ბრალთან დაკავშირებით, რომლებიც მათ უკავშირდებოდათ. ერთადერთი რაც ერთ-ერთმა დაკავებულმა ძმამ თქვა არის ის, რომ გამოგონილია მის წინააღმდეგ საქმე, რადგან მათ არანაირი კავშირი არ აქვს ქურდულ სამყაროსთან. დაცვის მხარე ითხოვს, რომ ყველა დაკავებულმა გირაოს თანხის საფუძველზე დატოვოს სხდომათა დარბაზი, თუმცა განსხვავებული ვერსია აქვს სახელმწიფო ბრალდებას. ისინი ამბობენ, რომ ყველა პირი უნდა მიეცეს შესაბამის პასუხისგებაში, რადგან საქმის მასალებით და მოპოვებული მტკიცებებით დასტურდება ის, რომ ყველა პირი, რომელიც ახლა განსასჯელის სკამზე ზის, არიან დამნაშავეები. ვიცავ ძმებ წულუკიძეებს, არც ერთი ძმა, რომელსაც მე ვიცავ, ქურდულის, არ აღიარებს ქურდულ სამყაროს და წინააღმდეგობაში მოდის საერთოდ მათთან. ქურდული სამყაროს წესების მიხედვით მოქმედება, ქურდული სამყაროს გაძლიერებისათვის მოქმედება, აქტიური მოქმედება, ეს ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად საქმეში ჩაშლილი, იმ კრებსებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არ არის. რამე დევს აი ფარული მიყურადების. ფარული მიყურადება დევს, აი რა გითხრათ, უამრავი მასალა. უამრავი 16 ტომი. და არ დასტურდება არაფერი ამ. ნახეთ, ქურდული 223-სთან თანხვედრა, ქურდული სამყაროს წევრობასთან თანხვედრა არ დასტურდება. იქ სხვა რაღაცა დასტურდება, მაგრამ იმ სხვა რაღაცაზე სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი არ არის. შესაბამისად ვჯელობდით, აი რა შეიძლება მუხლი იყოს ეს? ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, ის თulis რომ უდანაშაულოა, შესაბამისად რა თქმა უნდა გვექნება შუამდგომლობა, რომ მის მიმართ არ იქნეს გამოყენებული კაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა და სასამართლოს შევთავაზებთ გირაოს აუცილებლად. და რამე მტკიცებულება არის? აი აუდიო ჩანაწერები ამ ფარული. მტკიცებულებად ეს ვერ აღიქმება, ვინაიდან მხოლოდ არის საუბარი, რომ მის მიმართ რაღაც გარკვეული ვალდებულება ქონდა ადამიანს ფინანსური და ის რომ მოსთხოვა, რომ ჩემი თანხა დამიბრუნე. ეს თუ მტკიცებულებაა და ეს თუ ამ ბრალისთვის საკმარისია, მაშინ რა ვიცი, ნახევარი საქართველოს ქურდული სამყაროს წევრები ყოფილვართ. ჩემი დაცვის ყოფის ინტერესი, არანაირი ფინანსური ინტერესი და რამე მსგავსი არ ყოფილა და ის არ არის პიროვნება, რომელიც რამე კავშირში იყოს ქურდულ სამყაროსთან, ან სხვა რამე მსგავსი. ის მხოლოდ და მხოლოდ სთხოვდა ადამიანს, რომელსაც მის წინაშე ჰქონდა ვალდებულებები, შეესრულებინა დანიშნულ დროს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დღეს 17 დაკავებული პირის პროცესი განიხილებოდა. აქედან 16 პატიმრობაში გაუშვა. ერთადერთი, რომელიც დღეს სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, ეს არის მელანია ზოიძე, ქალი, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ქურდული სამყაროსთვის მიმართვას ედავება. მხოლოდ მის შემთხვევაში გამოიყენა გირაო, მან 7000 ლარის სანაცვლოდ დატოვა სხდომათა დარბაზში. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოში მსხდომ 28 დაკავებულ პირს, მათი პროცესები ამ წუთებში გრძელდება და სულ ცოტა ხანში გვეცოდინება თუ როგორი იქნება მოსამართლის ვერდიქტი დაკავებული პირების წინააღმდეგ.